მოგესალმებით. დღეს როგორც გადავწყვიტეთ, უნდა ჩავწეროთ გაკვეთილი, რომელიც აღნიშნავს Windows-ის გადაყენებას. მართალია მე მიმაჩნია, რომ Windows-ის გადაყენებაზე გაკვეთილი ნაადრევია, რადგან ჯერ ბევრი გაკვეთილები ქონდა კიდევ გასავლელი სანამ Windows-ის გადაყენებამდე მივიდოდით, მაგრამ ის ხალხი, რომლებიც ძირითადად ელოდება ჩემ ვიდეო გაკვეთილებს და რომელთაც ზაქარითაც მე ამ ვიდეო გაკვეთილებს ვიწერ, მათი თხოვნით მე გადავწყვიტე, რომ ახლა Windows-ის გადაყენებაზე ჩავწერო გაკვეთილი. მაშასე დავიწყოთ გაკვეთილი, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ უნდა გადავაყენოთ Windows. ჯერ მე ეს გაკვეთილი ჩავიწერე XP-ის გადაყენების თაობაზე, მეორე გაკვეთილი იქნება Windows 7-ის გადაყენება, მესამე Windows 8.1-ის და ალბათ მე ძალიან არ მომწონს Windows 10, მაგრამ მაინც Windows 10-ზე ჩავიწერთ გაკვეთილს და ნახეთ, ვისაც მოგეწონებათ შეგიძლიათ Windows 10 დააყენოთ თქვენ კომპიუტერზე და ისე ამონოთ. მე მგონია, რომ Windows 8.1 და Windows 7-ია მხოლოდ კარგი Windows-ები. ეს ვის როგორ, ვის რა გემოვნება აქვს. კარგი, დავიწყოთ გაკვეთილი. იმის შემდეგ, როგორც კი ჩავდებთ დისკს დისკავოდში და ჩაიტვირთება დისკი დისკავოდიდან და არა C-დისკიდან, პირველი ფანჯარა, რასაც გამოგვიტანს Windows-ი, ეს არის ეს ფანჯარა. აქ ჩვენ გვეკითხება სისტემა, დავაყენოთ ახალი Windows-ი თუ მეორე, გავაახლოთ ძველი Windows-ი. მესამე არის კიდევ საერთოდ გამოვიდეთ Windows-ის გადაყენების პროგრამიდან, რომელიც ჩვენ გვაწყობს, იმას დავეთანხმებით. ჩვენ შემთხვევაში უნდა დავეთანხმოთ პირველს და დავაწვეთ Enter-ს, რასაც გვეუბნება პირველი განყოფილება. თუ კი ვეთანხმებით პირველს, უნდა დავაწვეთ Enter-ს. დავაწეხით Enter-ს. გამოვა მეორე ფანჯარა, სადაც სისტემა გვეუბნება, რომ Windows-ის ლიცენზიას უნდა დავეთანხმოთ. აქაც, როდესაც დავეთანხმებით Windows-ის ლიცენზიას, გადავდივართ შემდეგ ფანჯარაზე. ეს არის ჩვენი დისკი, რომელზეც უნდა დავაყენოთ Windows-ი. ორი დისკი გვაქვს ჩვენ ახლა. პირველი 20 გიგაბაიტიანი და მეორეც 20 გიგაბაიტიანი. ეს 8 მეგაბაიტი არ ითვლება დისკებში. ან უნდა დავაყენოთ C-დისკზე, ან უნდა დავაყენოთ D-დისკზე და რადგან მიღებულია C-დისკზე, ჩვენ C-დისკზე დავაყენებთ და დავაკლიკებთ Enter-ს. შემდეგი ფანჯარა იქნება ეს ფანჯარა. იმის შემდეგ, როცა ავირჩიეთ ჩვენ უკვე C-დისკი Windows-ის დასაყენებლად, ახლა გვეკითხება სისტემა, ეს C-დისკი როგორ დავაფორმატოთ. სწრაფი NTFS ფორმატი გავაკეთოთ თუ ნელი NTFS ფორმატი. არის კიდევ სწრაფი FAT ფორმატი გავაკეთოთ თუ ნელი FAT ფორმატი. მე გირჩევთ, რომ გააკეთოთ პირველი, სწრაფი NTFS-ი. დავაკლიკებთ ამის შემდეგ, დაიწყება დაფორმატება დისკის. დაიწყო დაფორმატება დისკის. როდესაც ფორმატირება მორჩება, გამოგვიტანს ასეთ ფანჯარას, რომელიც ნიშნავს, რომ დაიწყო ხელახალი ჩატვირთვა. ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ მოხდება მოწყობილობების დაყენება. ასეთი მოწყობილობების დაყენება. აქ ჩვენ გვიჩვენებს, რომ ეს მოწყობილობა დაყენებულია, ეს განყოფილება გაკეთებულია, ეს განყოფილებაც გაკეთებულია და
ჩვენ ახლა ვიმყოფებით აი ამ განყოფილებაზე. ესე იგი დაგვრჩა ეს და დაგვრჩა ეს. ესეც რომ გავა, ესე იგი დარჩენილია 10 წუთი დაგენებამდე. თავიდან 39 წუთი იქნება აქ ნაჩვენები. ახლა 10 წუთია დარჩენილი. ესეც რომ გავა, გამოგვიტანს აი ამ ფანჯარას. ეს ფანჯარა ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენი მონაცემები, შეგვიძლია პირდაპირ დავაწვეთ next და გადავიდეთ სხვა მოცემულობაზე. აი აქ ჩავწერთ ნებისმიერ სახელს და ნებისმიერ დაწესებულებას. მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რომელსაც ისურვებთ ისე ჩაწერეთ. დავაწვევით next და გადავა შემდეგ ფანჯარაზე. შემდეგ უკვე მოგთხოვთ Windows-ი თავის გასააქტიურებელ კოდს. Windows გააჩნია თავისი key, რომლის შეყვანის შემთხვევაშიც გააქტიურდება Windows-ი და მოგეცემათ საშუალება ბოლომდე დააყენოთ Windows-ი. ამის შემდეგ ჩვენ გადავართ ამ განყოფილებაზე. ამასაც არასდროს არ ვავსებ მე არასდროს. თქვენ შეგიძლიათ არ შეავსოთ და პირდაპირ გადახვიდეთ. აქ არის საათისა და თარიღის გასწორება. ამასაც შემდეგ როცა Windows-ი დადგება მერეც მოახერხებთ ამის გასწორებას. თუ გნებავთ და აქ გააკეთებთ პირდაპირ. გადავიდეთ შემდეგ ფანჯარაზე. აქ უნდა მივუთითოთ აი ეს პირველი. ყოველთვის ჯობია რომ პირველს მივუთითოთ და დააწვეთ next. ამასაც რომ გავაკეთებთ, დაიწყება ბოლო ჩასატვირთი წუთები. გადაიტვირთება კომპიუტერი და დავინახავთ რომ გამოჩნდა ახალი Windows-ი. როგორც ხედავთ Windows-ი იტვირთება. ეს მონაცემებია Windows-ის, რომელზეც არის გამოშვებული. ეს არის უკვე ჩვენი დესკტოპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი Windows-ი დადგა. ამის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება ცალკე დრაივერების ჩატვირთვა და ცალკე იმ პროგრამების ჩატვირთვა, რაც ჩვენ გვინდა. გისურვებთ წარმატებებს.